გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. იფიქრეთ თქვენს ადამიანზე, წარმოიდგინეთ ის ვიზუალურად და თქვით მისი სახელი გულში. ჩემი კატა მოკალათ და იმ ადგილას, სადაც უნდა გავშალო კარტი. მაგრამ არ აუშავს. მოვახერხოთ მასთან ერთად, ასე ვთქვათ. ვინ არის თქვენი ადამიანი? ნახოთ. ვიზეც თქვენ ფიქრობთ, ვის სახელსაც ამბობთ გულში. ნახოთ მისი სიგნიფიკატორი კარტი. რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო არის თქვენთვის, ასე ვთქვათ, რეზონირებს თქვენთან. ეს არის ადამიანი, რომელმაც იპოვა ბალანსი საკუთარ თავში, იპოვა, შეიძლება ითქვას, გზა, როგორ იცხოვროს, როგორ, ასე ვთქვათ, არ აყვეს გონების თამაშებს, როგორ შეინარჩუნოს ოქროს შუალედი მის ფიქრებსა და ცხოვრებას შორის. ეს არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად მფარველობს უმაღლესი ძალები და ის ცხოვრებაში შესაძლებელია ნელი ნაბიჯებით, თუმცა მიიწევს წინ. ესეთია თქვენი ადამიანის აღწერილობა. ვისთანაც დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვისთანაც სრულიად სხვა ტიპაჟია, არ ემთხვევა ამ აღწერილობას, რა თქმა უნდა, ასკროლეთ, ეს ვიდეო არ არის თქვენთვის. ნახოთ ეს, ასე ვთქვათ, შვიდი საინტერესო ადამიანი, ამ ეტაპზე ასეთი არის ის, რას ფიქრობს კონკრეტულად თქვენს შესახებ. ფიქრებიც შესაბამისად, ასე ვთქვათ, დალაგებული აქვს, რა მდგომარეობაშიც ის არის ახლა, მან მიაღწია სიმშვიდე საკუთარ თავში, ზუსტად ასევე ფიქრობს თქვენზეც. ის ფიქრობს, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თქვენს ურთიერთობაზე. გაგეხმოვანოთ ეს გითხრათ, ან მოგწეროთ და მას არ ეშინია ცხოვრებისეული სირთულეების, გამოწვევების, იმისათვის, რათა დაიმსახუროს, ასე ვთქვათ, თქვენ გვერდით ყოფნა. მას ამ, ასე ვთქვათ, ბარიერების არ ეშინია. და ის აპირებს სერიოზულად თქვენთან ურთიერთობას. ამას ფიქრობს თქვენზე ძვირფასებო და გილოცავთ, ვისთანაც რეზონირებს და ვისთანაც ემთხვევა. კარგით, ამის გარდა, თუმცა რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი, ამის გარდა, რას ფიქრობს კონკრეტულად თქვენზე? ძალიან ენატრებით ძვირფასებო ნახეთ. ძალიან ენატრებით უყვარხართ. ფიქრობს, რომ ის არის თქვენი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა იყოს ახლა თქვენს სოციუმში, ვინც არ უნდა იყოს თქვენს ირგვლივ, ეს ადამიანი ფიქრობს, თვითონ არის ის, ვინც, ასე ვთქვათ, იმსახურებს თქვენს გვერდით ყოფნას. კიდევ რას ფიქრობს? გზაზე ფიქრობს, ძვირფასებო, სიახლეზე ფიქრობს, მოულოდნელობაზე, ანუ მოულოდნელად რომ მოვიდეს, მოულოდნელ ვიზიტზე, მოულოდნელ სიხარულზე, რაღაც არაადეკვატურ ქცევაზე, რაც თქვენთვის იქნება მოულოდნელი. ძალიან კარგი გაშლაა ძვირფასებო დამეთანხმებით. არ ვილოდი თუ ასეთი პოზიტივით სავსე, ყოველთვის პოზიტიურია ჩემი გაშლები, თუმცა ეხლა ადამიანის ფიქრები აშკარად
ძირითადად ვინც მხვდება ხოლმე გაშლებში, ასე ვთქვათ, იმასთან შედარებით, ფიქრები გაუმჯობესებულია აშკარად. კარგით, მოდით ვიკითხოთ, რამ გამოიწვია ეს ფიქრები ამ ადამიანში? სიყვარულმა, რა თქმა უნდა, შეფასება ემოციებმა. მას სურს ემოციები, მას სურს თქვენთან ერთად თავგადასავლები, მას სურს სითბო, ასე ვთქვათ, მისი სიმპათია, მისი თქვენს მიმართ კეთილგანწყობა გადმოგცეთ თქვენ. მას სურს გაგაგებინოთ, რომ ის უკვე მართავს საკუთარ ემოციას თქვენს მიმართ. ადრე როგორც ჩანს, ის ამ გრძნობას სახელს ვერ არქმევდა და ვერც მართავდა. ახლა რაღაც მოხდა მასში გარდატეხა და მან დაარქვა სახელი ამ ემოციებს, მისცა მიმართულება და ეს მიმართულება მოდის თქვენსკენ, ასე ვთქვათ, მისი ემოციები. კარგით. მოდით ვნახოთ, სანდოა ეს ადამიანი თქვენთვის. ემოციები ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახოთ, ეს მისი ემოციები თქვენ რას მოგიტანთ იმ შემთხვევაში, რომ მიიღოთ ის. თქვენ იცით როგორ ხართ, თქვენ არ გჯერათ, არ გჯერათ, არ ფიქრობთ, რომ რამეს გატყუებთ ეს ადამიანი, ასე არა. უბრალოდ თქვენ არ გსურთ, რომ ვინმე საკუთრებაში იყოთ, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ ეს არ გსურთ ძვირფასებო, ამიტომ აქ არის ასეთი რაღაც, რომ თქვენ მკვეთრად იცავთ თქვენს საზღვრებს, თქვენს უფლებებს, თქვენს მარტოობას, შეიძლება ითქვას. ეს ადამიანი თქვენ მოგიტანთ ხალის ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პოზიტივს. ოღონდ აქ არის მეორე მხარე. გსურთ თქვენ ეს პოზიტივი და ასე ვთქვათ სილაღე. ამ ეტაპზე თითქოს ასე ჩანს, რომ თქვენ თითქოს არ ჩქარობთ, მოდი ასე ვთქვათ, არ ჩქარობთ. კარგით, რატომ არ ჩქარობთ თქვენ დაუშვათ, რატო არ იწევს თქვენში აღფრთოვანებას და აღტაცებას ეს ადამიანი ისევე, როგორც თქვენ იწევთ მასში. რატომ? აქ ისეთი კარტები ამოვიდა, რომ საჭირო არ იყო ამ კითხვის დასმა და მოდით დავტოვოთ ესე. გაქვთ თქვენ ამის მიზეზები, თქვენ ასე ვთქვათ, ფიქრობთ, რომ მას არ აქვს გაცნობიერებული მისი ქცევა, მისი ემოცია, მისი გრძნობა, პასუხისმგებლობა. ეს არის უბრალოდ ზედაპირული ემოცია თქვენი აზრით და ამიტომ. და სიღრმეებში მოდი არ ჩავიდეთ. კარგით, რჩევა ვნახოთ თქვენთვის, როგორ უნდა მოიქცეთ ამ ადამიანთან მიმართებაში, ვინც ჩაიფიქრეთ. ძალიან მოულოდნელი პასუხია ძვირფასებო. რატო ვაგრძელებ ამდენ კარტების ამოღებას? იმიტომ რომ იქნებ რაიმე სხვა პასუხი ამოვიდეს, მაგრამ არა. ესე არ ვიცი როგორ გაგიხმაროთ, რჩევა, ცოტა მეც გული დამწყდა. რჩევა არის ის, რომ არ არის, ასე ვთქვათ, სასურველი ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა. სასურველი არა, უпростоრად ადამიანი მდინარეში ორჯერ ვერ შევა პირველად თუ რაღაც გამოთქმა რომ ამთაგვარი. ესე იგი, ეს არის რომ თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, დაუბრუნდეთ ძველ სცენარს, სადაც ყველაფერი იქნება იგივე, რაც იყო აქამდე, თუ განაგრძოთ გზა პოზიტიურად და ხალისიანად, ოღონდ ამ ეტაპზე არ აირჩიოთ პარტნიორთან ერთად ყოფნა. დაახლოებით ასეთი არის რჩევა ძვირფასებო. აქ არის რჩევა თქვენს სილაღესა და პარტნიორთან ერთად ცხოვრებას შორის. გისურვებთ წარმატებას.